მოგესალმებით, ეს არის კასპის ხმა. მე კი გადაცემის წამყვანი მაკაროსიშვილი ვარ და დღევანდელი სტუმარი არის ოლიკო თაბუაშვილი. გთხოვ, ოლიკო, რამოდენიმე სიტყვით მოგვიყევი შენზე. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობას გიხდით მოწვევისთვის. მე ვარ ოლიკო თაბუაშვილი, კასპიდან ვარ 29 წლის და ვმუშაობ პოლიმერულ თიხაზე. ვამზადებ ხელნაკეთ ჭიქებს და ასევე მინიატურულ თონებს, ქართულ სუფრას, თემატურს რაღაც დღევანდელობაში უფრო გაყიდვადიც არის, უფრო რეალიზაციაში უფრო მარტივია მისი გასვლა და ასე შემდეგ. ძალიან მიყვარს ეს პროფესია, იმიტომ რომ არ ვიცი, მამშვიდებს, მაწყნარებს და არ ვიცი, აი, ჩემი თავი ვიპოვე ამ სფეროში. და იდეა საიდან წამოვიდა, რომ ესეთი კარგი რაღაცები დაგემზადებინათ? თავიდან ძალიან მეშინოდა, რომ ესეთი რაღაც, იმიტომ რომ შესაბამისად ახლა უნდა ჩადო თანხარო, შემდეგ გააკეთო და ძალიან მეშინოდა თავიდან სიმართლე რო გითხრათ, რომ ესეთი რაღაცები გამეკეთებინა. დავიწყე პლასტელინით, ზერწავდი პლასტელინით, მუშაობდი პლასტელინზე. 1 წელიწადი დაახლოებით ინტერნეტში ვეძებდი, რა იყო საერთოდ ეს პოლიმერული თიხა, რისგან შედგებოდა, რა უნდა გამეკეთებინა, ან როგორ ზერწავდნენ და როგორ აძლევდნენ ესეთ ფორმებს. და უკვე როდესაც მივხვდი, რომ პლასტელინით გამოდიოდა, გადავწყვიტე, რომ მესწავლა. სხვათა შორის გავიარე ონლაინ კურსი ერთ-ერთ ქალბატონთან, რომელმაც ძალიან კარგად მასწავლა, ამიხსნა, დამაკვალიანა და მას შემდეგ უკვე 3 წელიწადია ამ სფეროში ვარ და უკვე ძალიან ცნობადი გახდა ეს ჩემი საქმე. ძალიან კარგი. ძალიან სასიამოვნო არის ახლა თქვენს ნამუშევრებს რო ვუყურებ. მე პირადად ძალიან აღფრთოვანებული ვარ, იმიტომ რომ იმდენად ბევრი წვრილმანი რაღაცები არის, რასაც ძალიან დიდი დრო სჭირდება, რომ რამდენად უთმობთ დროს აი ამ ყველაფრის დამზადებას და დღევანდელ დღეს, ანუ რითი ხართ დაკავებული? რა აქტივობებში ხართ ჩართული, მაინტერესებს. ძალიან კარგი კითხვა, მადლობა ამ კითხვისთვის. ესე იგი, მე ვარ ჯგუფში ხელმარჯვეები, რომლის ხელმძღვანელიც არის ეკატერინე ბახტაძე. მას დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. და ესე იგი, თავიდან იყო ვაკეთებდი ჩემთვის უბრალოდ, მუშაობდი ამ პროფესიით და ჩემმა მეგობარმა ნათიამ მითხრა, რომ არსებობს ესეთი ჯგუფი ხელმარჯვეები და დაგამატებთ, გამოფენები იქნება, თუ რამე იქნება, შენ ცივლი ამ გამოფენებზე, უფრო რეალიზაციას გაუკეთებ, ხალხი გაგიცნობს, დავთანხმდი, დავემატე ამ ჯგუფში და დღესდღეობით უკვე ვიყავი 4 გამოფენაზე, რამაც ძალიან დიდი წარმატება მომიტანა. ანუ ძალიან სასარგებლოა გამოფენები, ხალხი გიცნობს, გაყიდვადიც არის, ბევრი პროდუქციაც გავყიდე, შეკვეთები ავიღე და ძალიან მოსახერხებელია, როდესაც დადიხარ გამოფენებზე. ხშირად დავდივართ ხოლმე გამოფენებზე, კასპობაზე და ასე შემდეგ. რა ღონისძიებებიც იგეგმება, ყოველთვის ეკაც ცდილობს, რომ ჩვენ აუცილებლად ვიყოთ ჩაგრთოთ ამ პროცესებში. დიახ, რა თქმა უნდა, მადლობა მას ამისთვის. რაც შეეხება ამ დისთვის და ზოგადად ამ ხელნაკეთი ნივთების დამზადებისთვის ძალიან დიდი დრო მჭირდება, იმიტომ რომ ყველა დეტალი არის ხელით დამუშავებული. რა პროცესებს გადიან ეს ხელნაკეთი ნივთები? პირველ რიგში ვამუშავებ ხელით თიხას, რომელიც არის ძალიან მაგარი. შემდეგ ვაძლევ უკვე სასურველ ფორმებს, ყვავილი იქნება ეს, ქართული სუფრის დეტალი იქნება რა, დიზაინსაც იმ მომენტში ვამზადებ. და შემდეგ უკვე ხდება ჭიქაზე მიკვრა, შემდეგ მიდის გამოსაწვავად, უნდა გამოიწვას. როდესაც გამოიწვება, უნდა გამოვიღოთ ღუმელიდან, უნდა დამუშავდეს ეს ხელნაკეთი დეკორაცია და შემდგომ უკვე სპეციალური წებოთი უნდა მივამაგროთ ჭიქას. თუ სხვა რამ, რაზეც ვაკეთებთ ამ დიზაინს. ვამაგრებთ და შემდეგ უკვე სჭირდება დაახლოებით 2 დღე, რომ საბოლოოდ დაასრულოს წებომ გაშრობა და შემდეგ უკვე გამოსაყენებელია ცხელი ჩაი, ყავა და ნებისმიერი რამისთვის, რასაც იმ ფინჯნით მიირთმევთ. ოლიკო, ძალიან საინტერესო მოსასმენი იყო ეს ჩემთვისაც და მსმენელისთვისაც და მაინტერესებს სამომავლო გეგმები თქვენი. მოგახსენებთ, ძალიან კარგი სიახლე მაქვს.
2026 წლიდან დასრულთა განათლების ცენტრში ჩაეშვება სასწავლო კურსი პოლიმერული თიხა, სადაც მსმენელები შეისწავლიან თიხაზე მუშაობას, ძერწვას, გამოწვას და ყველანაირ იმ ინფორმაციას, რაც მე მივიღე თავიდან, როდესაც დავიწყე, იმისთვის, რომ თვითონ დამოუკიდებლად შეძლონ ყველანაირი დიზაინის დამზადება. დავნიშნო მაკა ისიც, რომ კასპში ანუ მსგავსი შესწავლა არ ხდება და პირველად იქნება დასრულთა განათლების ცენტრში შესაძლებელი, რომ შეისწავლო, რომლის ტრენერიც ვიქნები მე, ოლიკო თაბუაშვილი და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ყველანაირი ის ცოდნა მივცე მსმენელს, რაც მე მივიღე და რამაც მე შემაძლებინა ამ საქმეში. ოლიკო, ახლა შეიძლება გვისმენდეს ისეთი ადამიანები, ვისაც აინტერესებთ ეს სფერო. რა რჩევას მისცემთ? პირველ რიგში უნდა უყვარდეთ ეს საქმე. როდესაც საქმეს იწყებ, თუ არ შეიყვარე, იმას ვერ გააკეთებ. თუ გულიდან არ მოდის, იმას ვერ გააკეთებ. მქონია მომენტები, როდესაც მიფიქრია, რომ მოდი, всё, თავს დავანებებ, იმიტომ რომ არ გამომდის. და მინერვიულია, რომ რაღაცა გამიფუჭდა, დამეწვა, არ გამომივიდა და დამიყრია ფარხმალი. მაგრამ შემდგომ შემომიძახია ჩემი თავისთვის, რომ ეს არის ის საქმე, რომელიც სიამოვნებას განიჭებს და უნდა გააკეთო. ასე რომ არის, ყოველთვის არის ეგეთი პერიოდი ცხოვრებაში, რომ აი არ გამომდის და მოდი თავს დავანებებ. მაგრამ თუ გიყვარს, თუ შრომელი ხარ, თუ თავს არ ზოგავ ამ ყველაფრისთვის, აუცილებლად გამოგივად. რა თქმა უნდა სცადო, როცა გაინტერესებს, უნდა სცადო აუცილებლად. ანკო, შენი საუბრიდან გამომდინარე, გავიგეთ, რომ ვითარდები დღითი დღე და მაინტერესებს აი ამ ნამუშევარს რამდენი დღე მოანდომე, რამდენ ხანს ამზადებდი და რა დრო დასჭირდა ამ სილამაზეების შექმნას. ეხლა ალბათ დამკვეთი აქედან გაიგებს ამას, რასაც ვიტყვი, იმიტომ რომ როდესაც შემიკვეთა, ვუთხარი რომ არ მეცალა და დაახლოებით 1 თვე კიდევ ვერ მოვიცვლიდი, იმიტომ რომ შემეშინდა ასეთი პროექტის აღება. პასუხისმგებლობის აღების შეგეშინდა. დიახ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უნდა გამეკეთებინა თონე, რა ვიცი, ხეზე მემუშავა, იქ ცემენტი, იქ ის, ანუ ყველაფერი უნდა ჩართული ყოფილიყო ამაში. და ვუთხარი 1 თვე და დამთანხმდა, რომ არა უშავს დაგელოდები 1 თვე, არ არის პრობლემა, გამიკეთე და დავიწყე უკვე ფიქრი. არ ვიცი, ხან ვინ დავიხმარე, ეს როგორ გავაკეთო, დაახლოებით. ანუ აწყობაზე დაგჭირდა დიდი დრო. დიახ, იმიტომ რომ ეს იყო ჩემთვის პირველი ცდა, ამზადებდი ჭიქაზე კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს უკვე სხვა რაღაცაა, ეს არის სხვა ეფექტი, სხვანაირი უნდა იყოს და როდესაც ამაში თანხას იღებ, ისეთი უნდა იყოს, რომ დამკვეთს მოეწონოს. დავიწყე და არ ვიცი, ყოველდღე წერდი, აი დღეს მოვჩები, არ მომწონდა დავშალე, კიდე თავიდან გავაკეთე და ძალიან დიდი შრომა ჩავდე ერთი სიტყვით ამ ნაშრომში და დავასრულე როგორც იქნა და ძალიან მოეწონა დამკვეთს, სხვათა შორის აღფრთოვანება გამოიწვია და მეც ძალიან კმაყოფილი დავჭი, იმიტომ რომ თავი არ დავზოგე და მაქსიმალურად ვეცადე, რომ კარგი გამოსულიყო. მადლობა შენ, ოლიკო, ესეთი კარგი ისტორიის მოყოლისთვის, გისურვებ ძალიან დიდ წარმატებას. მადლობა თქვენ იმისთვის, რომ გააჟღერეთ ჩემი ხმა. მე კიდევ დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.